ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე საუბარს მოამბის ეთერში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან განვაგრძობთ ვიქტორ დოლიძე გვერდება პირდაპირ ეთერში საღამოშვიდობისა ბატონო ვიქტორ გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ბატონო ვიქტორ გილოცავთ ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას გარდა ევროკავშირის შენგენის ზონაში და ასევე 30 ევროპის 30 სახელმწიფოში გადაადგილების რეჟიმის თავისუფლების გარდა რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ევროპარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას და რას მოუტანს იგი საქართველოს? მეც მინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მოგილოცოთ პირველ რიგში მართლაც რომ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. გეთანხმებით პოლიტიკური დატვირთვაც ძალიან დიდი აქვს და ეს იმაში მდგომარეობს ალბათ რომ შენ თუ სწორ გზაზე დგეხარ, შენ თუ შრომობ, შენ თუ იღწვი, მაგრამ თანმიმდევრულად საქმით და რეალურად ამტკიცებ და ასაბუთებ იმას, რომ შენ დემოკრატიული ქვეყანა ხარ, რეალურად გამიმ ნაბიჯებს, რაც არ არის იული, არის ხანდახან დროში გაწელილი, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯები, შენ ყოველთვის აღწევ მიზანს ერთის მხრივ და მეორე მხრივ დღეს ევროკომისარმა ხანმა განაცხადა, რომ ეს არის იმის სიგნალი, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის დანაპირებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ორმხრივი ნდობა როგორც ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს და ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს წინ როგორც გასაკეთებელი, სხვადასხვა მიმართულებებით, საკანონმდებლო იქნება, აღმასრულებელი თუ ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველ რიგში განვითარებას, კეთილდღეობას, უკეთესი განათლების, უკეთესი ეკონომიკის, უკეთესი სოციალური და ჯანდაცვითი და სხვა, თუნდაც ტრანსპორტის და სხვა პირობების შექმნას შეეხება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომელიც იქნება პრერეკვიზიტი იმისა, რომ ჩვენ გავხდებით ვადებზე ალბათ ვერავინ ვერ ელაპარაკებს ჯერჯერობით სრულფასოვანი წევრი როგორც ევროპული ასევე ევროატლანტიკური თანამეგობრობის. ამიტომ მინდა რომ მოგილოცოთ ყველას ერთად. ბატონო ვიქტორ, გარდა ქვეყნებში გადაადგილების რეჟიმის გამარტივებისა, ქვეყანას იმ გასაკეთებელ საქმეში, რომელზეც თქვენ საუბრობდით, როგორ დაეხმარება უვიზო რეჟიმი და როგორი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამას? ჩვენ ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ აი კარგით, მაგალითად ვიზა მოგცეს. აი შემდეგ რა იქნება, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ასე შემდგომ. მინდა გითხრათ, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ დღენიადად მუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. დიდი ხანია სამუშაო დაწყებულია. შემდგომ უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტი მოდის. შეიძლება ცოტა დრო არ არის დარჩენილი აქამდე, მაგრამ არც ძალიან ბევრი დროა. ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, ის პროგრამები, ის აგენტოები, რომლებიც ბრიუსელში არიან და ის მაქსიმუმი წამოვიღოთ იქიდან დახმარების პროგრამები იქნება ესა მეტი კომუნიკაცია ევროპელ კოლეგებთან თუ სხვა, რომელიც დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს ამ უკეთესი პირობების შექმნაში. ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ეს იქნება განათლება, ეს იქნება სექტორალური რეფორმები, მათ შორის ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რომელიც შეიძლება კი არა ერთ-ერთი ნიშა არის, შეიძლება ითქვას ჩვენი ეკონომიკის მომავალი განვითარების თვალსაზრისით და ასე შემდგომ. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ რა თქმა უნდა ევროპელ კოლეგებთან ამაზე მუშაობა, ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე მუშაობა, რომელიც უკვე ნოემბრის სამიტამდე რაღაცა გარკვეული ვთქვათ, როგორც პრაგმატული, კონკრეტული ვთქვათ შედეგებით მოგვიყვანს, ასევე რაღაცა ერთგვარი პოლიტიკური გზავნილიც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რეგიონებში იქნება ბიზნესმენი, იქნება ფერმერი თუ ნებისმიერი სხვა, თუ რა სიკეთე გააჩნია ევროკავშირთან ურთიერთობას. რატო ევროკავშირი და არა ევრაზია? რა სიძლევა ეს? რა შეიძლება უკეთესი მიიღოს? რატომ ექნება მას უკეთესი განათლება? რატომ ექნება მას მეტი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ სოფელში აწარმოოს, შეფუთოს და 500 მილიონიან ბაზარზე ევროკავშირში გაუშვას თავისი პროდუქცია. ამგვარი მიმოსვლა და ვიზა, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სულაც არ ყოფილა ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილი, მაგალითად ეს პარალელური პროცესი იყო. მაგრამ ეს არის ძალიან მე ვიტყოდი ჯერჯერობით წინმდევი და ძალიან წინ გადადგმული ამავე დროს ნაბიჯი იმ დიდი და მრავლისმომცველი ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა დაყოლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებისა, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, იგივე წარმატებით გავართვებთ თავს, როგორც წარმატებითაც აქამდე გავართვით თავი ვიზის საკითხს. ბატონო ვიქტორ, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე ტექნიკური პროცედურა გასავლელი. რამდენად შესაძლოა, რომ რაიმე ფაქტორმა
დააყოვნოს ამ პროცედურების გატარება და ვიზა ლიბერალიზაცია არა დაანონსებული მარტი და აპრილში ამოქმედეს, არამედ გადაიწიოს თარიღი. იცით, ხა გახსოვთ ეგრეთ წოდებული ტრიალოგის მოლაპარაკებები, მათ შორის ევროკომისია, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტ შორის შეთანხმება მიღწეულია. ევროპარლამენტმა დღეს საბოლოო ვერდიქტი პოზიციასთან დაკავშირებით უკვე გამოუტანა ამ თემას და დარჩა მართლაც რომ ძალიან ისეთი მინიმალური ტექნიკური პროცედურები, ხელმოწერა მაგალითად, მერე ჟურნალში განთავსება და 20 დღის შემდგომ შესვლა ძალაში და ასე შემდგომ. მე მგონი ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უკეთ ვიცით უკვე ეს ვიდრე ბრიუსელში. ამიტომ მე ვფიქრობ რომ აღარ ველოდები ნამდვილად არანაირ სურპრიზს და უარყოფით დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით. ვერ წარმომიდგენია რომელიმე ქვეყანა ამ ყველაფრის მერე ადგეს და თქვას რომ იცით რა ეს ამბავი ვერ მოხდება ან გადაიწევს. ამის წინაპირობა არ არსებობს და მე არ ველოდები. დანარჩენ პროცესი გვაჩვენებს ხალბატონმა მარია გაბრიელმა, რომელიც არის მთავარი მოხსენებელი ამ საკითხებთან დაკავშირებით, გახსოვთ ალბათ გუშინ განაცხადა ჯერ კიდევ რომ ეს ალბათ მარტის დასასრულს ეს პროცესი უნდა დაიწყოს. მეც ვფიქრობ რომ დაახლოებით მარტის ბოლო, მაქსიმუმ აპრილის დასაწყისი, თუმცა თარიღებთან საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებ ხო? ბატონო ვიქტორ, დღეს ევროპარლამენტში დებატებზე გამოითქვა ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების საწინააღმდეგო განცხადებებიც. გაიჟღერა ასევე კონკრეტული საგაზეთო სტატიების შინაარსმა, რომ საქართველოს გარკვეული ჯგუფები ტერორისტული მიზნებისთვის ტრანზიტულად იყენებენ. რას უკავშირებთ თქვენ მოწინააღმდეგეთა პოზიციებს? იცით, შეიძლება დასანანი ამგვარი განცხადების მოსმენა ბუნებრივია ხა სკეპტიკოსები არიან, მათ შორის ევროპარლამენტშიც, თუმცა ის იმხელა განსხვავება 553 და 66 დეპუტატ შორის იმხელა ეს გეპი და განსხვავება, რომ უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერდა, მაგრამ ესეც გასაგებია ჩვენთვის, ჩვენ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ გამომდინარე იქიდან, რომ მიგრაციული პოლიტიკა რეალურად მართლაც პრობლემა, უпроსტოდ მიგრაციის პრობლემა ძალიან აწუხებს ევროპელ ხალხს. შიგნით ქვეყანაში ესე ვთქვათ გასაყიდად პოლიტიკოსებისთვის არც თუ ისე იოლია ხოლმე ამ საკითხის ვაი რატო უნდა დაუჭირო მხარი ამდენი სირიელი, ამდენი ერაყელი, ამდენი ვთქვათ ამ პრობლემების გამო, ხო, გლობალური პრობლემების გამო შემოდინებული მილიონობით მიგრანტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფრთხესაც უქმნის, რატომ უნდა გაიზარდოს ახლა მაგალითად ვთქვათ საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებით. თუმცა ის განსხვავება, რადგან მე ხლა ესაუბრებოდით რაოდენობრივი, კიდევ ერთხელ ასაბუთებს იმას, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირში. ამგვარი რაღაცები სხვათა შორის არ ხდება. ამხელა განსხვავება მიცემულ ხმებს შორის წინააღმდეგს და მომხრეებს გულისხმობ ბუნებრივია, ხშირად ევროპარლამენტში მერწმუნეთ არ ხდება ხოლმე. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორი სერიოზული განწყობა და დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს ძალიან გასახარია ჩემის აზრით. ბატონო ვიქტორ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე აუცილებელი გახდა ევროპელების შეთანხმება დროებითი შეჩერების მექანიზმზე. როგორი არის ახლა საქართველოს მთავრობის სტრატეგია საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებით იმისთვის, რომ არანაირი პრობლემები არ გაჩნდეს მომავალში, როდესაც უვიზო რეჟიმი რეალურად ამოქმედდება. ეს ახლა უკვე არის, მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ჩემი უწყების მომავალი საქმიანობისა, რასაც ჩვენ სტრატეგიულ კომუნიკაციას ვუწოდებთ, ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის, ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენ გადავდგავთ ძალიან მრავალისმომცველ ნაბიჯებს ვიზა ლიბერალიზაციის კამპანიის სახით. უკვე მზადდება ეს კლიპები იქნება, ბილბორდები იქნება, რეკლამები იქნება, თქვათ ტრანსპორტში, რეგიონებში, როგორც მიწის ქვეშა, ასევე მიწის ზედა ტრანსპორტში მინდა გითხრათ, რათა მაქსიმალურად მოვიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, მაქსიმალურად ზედმიწევნით სწორედ მივიტანოთ ყველას ყურამდე. თუ რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა დააკმაყოფილოთ, როგორ არ უნდა მოიქცნენ და როგორ შეიძლება დარღვევებმა თქვათ საფრთხე შეუქმნას მათ უკან მდგომ სხვა თანამოქალაქეებს, რომელთაც ასევე უნდათ და ძალუთ უცხოეთში სიარული და ასე შემდგომ. ამიტომ ეს კამპანია იქნება ბუნებრივია, გაგრძელდება, ეს არ იქნება არც ერთდღიანი, არც ორდღიანი, არც ერთთვიანი და ორთვიანი. ეს იქნება ისეთი გეგმაზომიერი, რამოდენიმე თვიანი, რათა მუდმივად ჩვენ ვახსენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ ამისათვის.
რამდენად სერიოზულად გამახვილდება ამ კამპანიის დროს ყურადღება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე? ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მე არაერთხელ მიხსენებია, ეხლაც იგივეს გეტყვით, რომ განსაკუთრებით ჩვენ რეგიონებში ვაპირებთ სიარულს, მათ შორის მე პირადად, ჩემი კოლეგები, პარლამენტის წევრები დაგვეხმარებიან იმედია, სამოქალაქო სექტორი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩართულობის, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ავანგარდში იყვნენ ევროპული, ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების თვალსაზრისით და მე დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალში დარჩებიან. როგორც თქვენ ახსენეთ, როგორც ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ასევე მაგალითად მთიანი რეგიონები ავიღოთ, სადაც ინფორმაციის მიწოდებას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება. ამავე დროს, რა თქმა უნდა, თქვენ ტელევიზიებს იმედია გამოვიყენებთ და დაწყებულია უკვე ევროპის პოპულარიზაციის კამპანია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მათ შორის საზოგადოებრივმა უწყებელს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეგრეთ წოდებული სოციალური რეკლამის ფარგლებში ჩვენ აუცილებლად გვინდა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონალური ცენტრალური არხები გამოვიყენოთ. მადლობა ბატონო ვიქტორ, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ვიქტორ დოლიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პასუხობდა მოამბის შეკითხვებს.